ხამამულაშვილია ჩვენი სტუმარი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. ეს გითხარით პირველ რიგში როგორი ახალი წელი იქნება? როგორ ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებების ფონზე? ვიდრე მიზეზებზე ვისაუბრებთ გადაწყვეტილების. მოგესალმებით ყველას. არ ვიცი როგორ იქნება როგორ გითხრათ რა. ვისურვებდი რომ ბედნიერი ახალი წელი ყოფილიყოს ყველასთვის პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, ვინც ქუჩა სამწუხაროდ ხმა წყდება, გესმით ხომ ჩვენი ხმა. გითხარით თქვენი და ბენდის გადაწყვეტილების შესახებ. ეს არ არის რაღაც ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, აი მუსიკოსებზე მათ შორის წერდნენ, რომ ხშირად აი ამ საახალწლო ღონისძიებები დეკემბერი და იანვარი სუდათ ისმის ჩვენი ხმაც. არა, რაღაცა ლელას ხმა ისმის თქვენი გულში. ლელას ხმასაც ვუშვებთ გვერდით კადრში და ალბათ ამიტომ ისმის. კი ბატონო. ლელას ხმა მადებს. კარგით იყოს გაუშვით. იმდენი ხანი არ მომისმენია რომ მანდ მაინც მოусმინოთ. ნუ ეს ახლა ხუმრობით რა თქმა უნდა. არ გვეგონა რომ ლელას ხმის ფონზე საუბარი გაგიჭირდებოდა თუ ვერ წარმოვიდგენდით. არა, უბრალოდ ერთი თვეზე მეტი არ გამიგია ეგ ხო და რაღაცა ისე მოხდა. ურში. გადაწყვეტილების მიზეზებზე. თან მივხვდი რომ ძალიან მომენაძრა კონცერტი და კი ბატონო, გითხარით თქვენი გადაწყვეტილების შესახებაც, იმიტომ რომ დეკემბერი და იანვარი მუსიკოსებისთვის, ბენდებისთვის, მომღერლებისთვის არის მთელი წლის მანძილზე ყველაზე უფრო შემოსავლიანი, ბევრი არის ხოლმე დამოკიდებული სრულად ამ თვეებზე. აი გითხარით ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობის შესახებაც. პირველ რიგში ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ნუ თავიდან იცით როგორ არის, გვეგონა რომ რაღაცა ცოტა ხანი გაგრძელდებოდა ეს. ნუ არ ვიცი რატომ მეგონა, მაგრამ თავხოთი ყველა ადამიანი ესე არის, რას უფიქრობს, რომ რაღაც ცოტა ხანი გაგრძელდება, ცოტა ხანი, მაგრამ იმ ხელა მასშტაბი მიიღო და ისე მიდის მოვლენები, რომ რა ვიცი, სიმღერის დროს არ ვიცი რა. ჯერ გავაჩერეთ 2 კვირა, მერე 3 კვირა ზუგდიდში ქონდა, მერე ბათუმში ქონდა 17-ში, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან რთული დაზაბული სიტუაცია და ამ დროს ახლა მესმის რომ სიმღერა რა ვიცი რამდენად ადვილია, მაგრამ მეორე მხრივ უნდა აღვნიშნო ისიც რომ ჩვენ ფაქტიურად 14 იანვრამდე გავაუქმეთ დაახლოებით 18 ღონისძიება. ძალიან მეუხერხულება ახლა მაგაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს ეს სიმღერა პროფესიად არ მიაჩნია და გონია რომ მარტო გართობა არის რა. დროს სიმღერად არის ჩვეულებრივი პროფესია, უბრალოდ ყველაზე დაჩაგრულია. იმიტომ რომ ნებისმიერი კატაკლიზმი დიდი იქნება თუ პატარა პირველი სიმღერას ურტყავს და სულ ესეთი ის რომ მესმის აი ეს რა გემღერებად ძალიან რთულია მაგის მოსმენა. იმიტომ რომ ეს არის პროფესია ჩვეულებრივი ადამიანი. აქ მარტო ლებად არ არის საუბარი, ცით რა შეასაქმე. მოდიში ახლა მაგაზეც ვილაპარაკო, ორი სიტყვით მინდოდა მე თქვა რა ჩავერთეთ რა. მხოლოდ ლელა არ არის თქვა და მომღერალი, ლელას ყავს 12 მუსიკოსი. ჩვენ მუშაობთ რაღაც გარკვეულ კლუბებთან, მონოხოლია, სოფლო, რა ვიცი. ძალიან ბევრი ადამიანი არის მიბული თვითონ ამ კონცერტთან დაკავშირებით რა. სამუშაო მარტო ის არ არის რომ მე ვიმღერო და რაღაც ჰონორარი ავიღო. ეხლა ვიღაცას თუ გონია რომ შოუ ბიზნესი ბიუჯეტში პლუს არის, გეტყვით რომ ჩვენ ვართ ორგანიზაცია ჩვეულებრივი და ნებისმიერი რომელიც ტარდება საქართველოში ჩვენ იურიდიული პირები ვართ და გადასახადს ვიხდით. ჩვენ არა ვართ ბიუჯეტური ორგანიზაცია. ანუ არასოდეს არ ყოფილიყოს ეს ბიუჯეტზე დამოკიდებული, არც არავითარ ფონდებზე და არც არავის კეთილ განწყობებზე რა. არც მთავრობის და არც არავის. ჩვენ მხოლოდ ადამიანების კეთილ განწყობაზე. თვითონ ბენდიც გაგებით მოეკიდა ამ გადაწყვეტილებას, აი ის ადამიანები, ვინც არიან თვითონ პროცესში ჩართულები, ვინც ქმნიან მთელ შოუს, მთელ იმ სანახაობას, რასაც ხედავთ სცენაზე. კი, რა თქმა უნდა, მარტო არ არის, რა მთელი სისტემა არის ბოდიში და ყოველ მუსიკოსს ჩვენ ლელას შემოქმედებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მუსიკოსია, ხმის რეჟისორია და ასე შემდეგ და ასე მთელი ბმა არის ძალიან დიდი, რომელსაც ადამიანები ესე ვერ ხედავენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა წარმოედგინეთ ხა ნახევარზე მეტი ბენდი მარტო მე პირადად ვნახე აქციებზე, ასე რომ მათი სულისკვეთებაც ურები ჩემი შვილები რა ვიყოლანი შეიძლება იზეგორა დავდივართ და მხარს უჭერთ ამ ადამიანებს და ძალიან გვინდა რომ ის ადამიანები დროზე გამოუშვან გარეთ და რა ვიცი
ყველანაირად გვერდში უდგებოდი. კი, საქველმოქმედო კონცერტზე მინდოდა რომ მეკითხა ეს ამის შესახებ უფრო მეტი რომ გითხრათ დაზარალებულების მხარდამჭერი კონცერტი იქ დაიგეგმება როგორც ვიცი. აი სანამ მაგას ვიტყვი ერთი რაღაცი თქვა მინდა კონკრეტულად აღარ მინდა იმაზე ლაპარაკოთ ეხლა მე ყველა მომღერლის სახელით ლაპარაკობ ალბათ უმრავლესობის მაინც რა რომელმაც თქვა არ იტყვის ამ კონცერტებზე მან იმაზე არ მომღერალი ამდენ რეიტინგულია შეიძლება ზოგი მუშაობდეს დიდ კლუბებში ზოგი მუშაობდეს რესტორანში არ ვიცი რა ბევრი ნიუანსებია არ მინდა დავიწყო იმაზე ლაპარაკი რომ მაინც ყველა მუშაობს და ჩვენ არ მუშაობთ რა იმიტომ რომ მესმის რომ იქ თქვა შეიძლება მაღაზი არ ვერ გაჩერდება კიდე რა ვიცი სპორტული ღონისძიება ვერ გაჩერდება მაგრამ ბანკებზე ვართ ყველანი მიმული ფუტებით რას გეუბნებით ჩვენთვის აი შოუ ბიზნესის წარმოადგენლებს აი ხა რო თქვა ეს კონცერტი რაღაცა უნდა დავგეგმო არა გვაქვს აი ვადა არ არსებობს რომ აი რო თქვა რომ აი როდიდან უნდა დავიწყოთ იმიტომ რომ ეს ხო შეიძლება ესე გაგრძელდეს რა ეხლა ძალიან ძიმე პროცესია ესე დღეს და ხვალ არ მთავრდება შეიძლება თქვა მოხდეს ისე რომ მთავრობა თქვა წამოვიდეს რაღაცა დანიშნო თქვა არჩევნები და რაღაცა მაგრამ კონცერტიც როგორ არის თარიღს დანიშნავ ეს რადგან აი ეს ადამიანები მე ხო კონცერტზე ხო უნდა მოიყვანო პირველ რიგში ისეთ დონემდე თუ მივედით რომ ადამიანებს შემოსავლები დღიან დაეკარგათ კონცერტი არის ყველაზე ბოლო როდის ადამიანი შეიძლება სადმე წავიდეს სულ ლელა თურთუმიაზე გიждდებოდეთ მაგალითად თქვენ და გინდოთ კონცერტზე მოსვლოთ პირველ რიგში ხო იმაზე ფიქრობთ რომ ოჯახი შიერი არ იყოს იქ ბანკის პროცენტი არის გადასახდელი მილიონი სხვა ნიუანსებია რა მაგ ვიძახი რომ ჩვენ ვართ ყველაზე დაჩაგულები და არც ის თარიღი არ ვიცით როდის დავიწყოთ გემოდები გამომდინარე 14 იანვრამდე გაჩერებული ვარ და ეს ჩემი მუსიკოსების გაგებით ეკიდებიან ყველაფერს მაგრამ 14-ის მერე რა ვიცი ალბათ იძულებული ვიქნები რომ განვაახ ნუ შეძლებს და გორად რა თქმა უნდა რაღაცა უნდა გავაკეთო რა იმიტომ რომ ჩვენი შემოსავლის წყარო მარტო ეგ არის კი ბატონო რაც შეეხება კი მესმის რომ ამის თქმა გინდოდათ გასაგებია ამის მიუხედავად ახლა მანამდე გეგმავთ საქველმოქმედო კონცერტს არა ნუ გადავწყვიტეთ რომ გვინდა ძალიან საქველმოქმედო კონცერტის გაკეთება და აქ პატარ-პატარა სირთულეებს შევხვდით იმაში რომ ესე კონცერტი რა არის ესე ჩაოლევად ვერ გააკეთებ ვერ გაკიდით ბილეთებს და იმიტომ რომ იმ აპარატურას ხირაობა უნდა ლოკაციები აი დამიჯერეთ დღევანდელ დღეს ვისთანაც ჩვენ თანამშრომლობთ ეს მონოხოლი მაგალითად ნუ დგას და არაფერი არ ხდება და წარმოიდგინეთ იქ ელემენტარული რომ ჩაიწო თქვა რომ მოვილაპარაკოთ თქვა აი მაგალითად 2 იანვარზე გქონდა რაღაცა გათქვა რომ 2 იანვარს გაგვეკეთებინა რა ბედობაზე ლელა არის ყოველწლიურად იმაზე იმდენი ნიუანსებია ეს არის აპარატურა უნდა იქირაო აპარატურას მოტანა უნდა თვითონ იქ რო ჩართავ იქაც ბევრი რაღაცა ბილეთებს რო გაყიდი გადასახადია ძალიან ბევრი არენდა არის გადასახდელი იმიტომ რომ ყველაზე მინიმალური არენდა ხო უნდა გადაიხადო ესე ვერავის ვერ მოიყვან პერსონალს გაჩერებულ ობიექტზე ამიტომ ნიუანსები ძალიან აი დასაზუსტებელია. დამაფრინო ყველაფერი ერთმანეთზე მასშია რა. აი წარმოიდგინეთ ერთ ლელას კონცერტზე, ბოდიში რომ მარტო ლელაზე ვლაპარაკო, ხა ბევრი არიან ალბათ ესე, მაგრამ ერთ ლელას კონცერტზე რამდენი რაღაცა არის მიბმული, რომელმაც უნდა იმუშაოს. თუმცა ამ სირთულების მიუხედავად მაინც ფიქრობთ რომ რაღაც ფორმას გამოძებნით ამ საქველმოქმედო კონცერტისთვის, ხო არ ნიშნავს ეს? ჩვენი სურვილი არის ძალიან დიდი და ვეძებთ ამ ფორმას რომ ჩვენი გარკვეული ჩვენი წილი შევიტანოთ თქვათ იმ ადამიანების დახმარებას ეს ყველაზე ძალიან ჭირდება რა. კი ხედავ რაღაცა ფონდები იქნება მაგრამ დამიჯერებ შოუ ბიზნესისთვის ვერც არავინ არ იცის და არავის არც ხელა იმიტომ რომ კორონას დროსაც არავინ ყურადღებას არ გვაქცევდა და ეხლაც ესე იქნება თავარია დაიხმარონ იმათ ვისაც ყველაზე ძალიან ჭირდება. თქვენ გვინდა მარტო რომ დავიწყოთ ეს მუშაობა რომ ჩვენი რაღაცა ჩვენ თავს თვითონ მივხედოთ. აი არის ფადაზე მნიშვნელობა. გასაგებია. დიდი მადლობა. კახა მამულაშვილი პროდიუსერი პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. მასვე მშვიდობებით.